იმიტომ რომ არ არის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამები ერთი ეს მეორე ის რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ერთი პირი წერს ამ საგანმანათლებლო პროგრამის და შემდეგ შეფასებასაც თვითონ ეს ერთი პირი აკეთებს როგორ მოქმედებს ეს პროგრამები ჩვენთან ერთი ის რომ მასწავლებელს არ აქვს მოტივაცია და რატომ არის რომ რეპეტიტორი კარგად ამზადებს ბავშვს კარგად თუ ცუდად ესე ვთქვათ რეპეტიტორთან მომზადებული ბავშვები აბარებენ ხო უმაღლეს სასწავლებლებში ეს ის მასწავლებლები არ არიან ვინც სკოლაში მუშაობენ იმიტომ რომ მათ ერთი აქვს მოტივაცია მეორე თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში რა მეთოდით ასწავლონ ისინი არიან ავტორიტეტი ამ მოსწავლისთვის ხო ეს სამი ელემენტი უნდა შეძლოს სახელმწიფომ გადაიტანოს სკოლაში და აქ არ არის მთავარი ეთიკის ნორმების ესე ვთქვათ როგორც ნორმატიული დოკუმენტის არ ქონა მე აუცილებლად უნდა მომცეთ საშუალება თქვა რომ არაეთიკური არის ის რომ მასწავლებელს 18, 19 და 20 საგაკვეთილო საათი აძლევენ ესე ვთქვათ ერთი და იგივე ანაზღაურებას არაეთიკური არის ის რომ ესე ვთქვათ სკოლას ვიდრე სახელმწიფო შეუქმნის ყველა საჭირო პირობას ეუბნებიან რომ აკრედიტაცია ვერ გაივლი თუ არ გექნება რაღაც პირობები თუ არ დააკმაყოფილებ რაღაც პირობებს და ამ პირობებს თვითონვე უნდა უქმნიდეს სახელმწიფო არაეთიკური არის ის რომ პროფესიული განვითარების ცენტრი უნდა სჯიდეს მასწავლებელს და ასე შემდეგ და არაეთიკური არის ის რომ ამ განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ ის ადამიანები ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება განათლების სისტემასთან და ესე ვთქვათ როცა საუბრობთ ქალბატონიცია რომ დირექტორი არჩევანში თავისუფალი არ არის თქვენი დარიგებული ბრძანებების მიხედვით არათავისუფლებენ საქართველოში 17 მასწავლებელს დედოფლის წყაროში საიდანაც მე ახლა მოვდივარ 11 მასწავლებელს და ასე შემდეგ ანუ არჩევანში თავისუფალი არიან და მე იმის თქმა მინდა რომ ეს დაბალანსებული უნდა იყოს უფლებები როგორც საკანონმდებლო დონეზე ესე ვთქვათ მასწავლებლების და დირექტორების ასევე სახელმწიფომ თუ ამბობს რომ ის არის პრიორიტეტული მასწავლებლობა მისთვის შესაბამისი დაფინანსებაც უნდა გასაგებია თეატრების პასუხისგებლობის საშუალებას არაფერი ამბობს ხალხთან არანაირი დისკუსია წესის მორჩილება არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მით უმეტეს ალბათ ბავშვებიც გიყურებენ ვინც არის უფროს კლასელები ვისაც არ დინათ ამ დროს რეკლამა და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ დისკუსიას დაგულებებს ბარიერი კლავ პირდაპირ ეთერშია უკაცრავად ასე ხდება ხოლმე რეკლამის დროს ყველაზე ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. უკაცრავად თქვენი ხმა ეთერში არის მის უკაცრავად კარგით ერთი წამით თეატრ ფერიძეს გაუშვია თურმე მასწავლებლები ბევრი თან. ნუ ხა ცოტა არასერიოზულია და მე არ ვაპირებ ამ დისკუსიაში საერთოდ შესვლას. ნუ ხა ქალბატონ მაიას რაც უნდა ითქვას მისი აზრის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ჩვენი კონსტიტუციით. რაც შეეხება ამ შემთხვევაში დირექტორს ის ბუნებრივია კანონი მას აძლევს უფლებას ვისაც თვლის რომ არაკვალიფიციური ან ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა უყენებს მას როგორც პედაგოგს ბუნებრივია დირექტორი არათუ უფლება აქვს არამედ ვალდებულია რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღოს რაც შეეხება აი რეპეტიტორულ სისტემას მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია რეპეტიტორები ხარიდან არ მოფრინავენ ესენი არიან ჩვეულებრივი პედაგოგები რომლებიც ასწავლიან სკოლაში და მე ვფიქრობ რომ სწორედაც იმიტომ რომ დაბალი ხელფასებია ისინი არ იხარჯებიან სკოლაში ბოლომდე და ისინი ვერ ახერხებენ და არ ახერხებენ იმას რომ ის ცოდნა რომელსაც ის მასწავლებელი სახლში აძლევს მოსწავლეს მისცეს სკოლაში სწორედ ეს ხდის შემდეგ მშობელს იძულებულს თავისი შვილი მიყვანოს კონკრეტულად ამა თუ იმ პედაგოგთან და მოამზადოს სახლში. ამიტომ სკოლის დირექტორები არიან ვალდებულები რომ აუკრძალონ მასწავლებლებს და ეს ამას არ ჭირდება მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოღებული ეთიკის კოდექსი ამას დირექტორი თვითონაც უნდა ასე ვთქვათ მიერგავდეს სკოლაში და მინიმუმ თავის შინაგან წესში უნდა ქონდეს ეს ჩაწერილი რომ არ შეიძლება სკოლის მასწავლებელი თავისივე მოსწავლეს ამზადებდეს. ეს არ შედებოდეს რეპერტიტორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ის არ აძლევს შესაბამის განათლებას გაკვეთილზე. ბოდიში რა მოსწავლეს რომ ამზადებდეს იმავე სკოლის მოსწავლეს არა და სხვა სკოლის მოსწავლეს ეხა მაგას ვერ აუწევს. არა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფლიანობაში შევხედოთ ესე იგი თუ მე ვარ მასწავლებელია ჩემს სკოლაში ვიღებ 200 ლარს და არ ვასწავლი. შემდეგ მოვა სხვა სკოლის მოსწავლე ჩემთან სახლში ვიღებ სიტყვაზე 500 ლარს და ვასწავლი. მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეერთოთ აღარ იყოს სკოლის პედაგოგი მიბრძანდეთ სახლში დაბრძანდეთ და ამეცადინოთ მოსწავლეები. არა ეს ასეთ არა ეს არის საშინელება
რომ ეს არის ბატონ დავით ახლა თქვენ ჩვენს ვერ გაიგეთ მაშინ მე ნიშნავს იმას რომ მასწავლებელი თუ ამზადებს თავის მიერ მოსწავლეს პირდაპირ მინდა დავაზუსტო ეს ამბავი რომ საერთოდ ისეთი რა ქვია 100%-იანი ლაპარაკი ზოგჯერ არ გახოლმე მე მგონია ეხლა ის რომ ჩვენ დღეს აქ ვილაპარაკოთ იმაზე რომ ჩვენი სკოლა ცუდია რომ ბავშვებს სკოლაში არ ასწავლიან რომ მასწავლებლები არ ვარგიან და ასე შემდეგ მე ახლა თვალწინ მიდგას ძალიან ბევრი მასწავლებელი რომელიც ძალიან მაგარია ჩვენ სკოლაშიც და სხვაგანაც და ისე აკეთებს თავის საქმეს სხვათა შორის ნაკლებ ფულად რომ აი ამ სახელმწიფოს მის ისტორიას და მომავალს როგორც ეკადრება აი ასე და ეს არის დასაფასებელი მხოლოდ და მე მივესალმები იმას რომ ქართული საზოგადოება ამას ერთხელაც იქნება და დააფასებს თუმცა დღეს თლად ასე რო არ არის ეს ნათელი ეს არის ერთი მომენტი საზოგადოებას და სახელმწიფოს სხვათა შორის ეხლა მინდა გითხრათ რა არის მთავარი დისციპლინა ახსენეს აქ დისციპლინა არის აშკარად მთავარი პრობლემა დღეს ჩვენი სკოლების რატო ხლა მე გეტყვით როგორ რატო განათლების ხარისხზე რო ლაპარაკობთ მე რო ვასწავლო ბატონ ალეკოს მინიმუმ ხო უნდა მოვიდეს ის სკოლაში გაცემები დაგვიანებები რაც არის ქართული პრობლემა დროსთან ქართველის დამოკიდებულება მოგეხსენება თქვენ ხშირ შემთხვევაში უჩამთო სიარული მოვა მაგრამ არც ჩანს აქ არც წიგნი აქ არც რეული აქ არც არაფერი არ აქვს დედამიწის ზურგზე ასეთი რამ ხდება ხშირად რომელი განათლების ხარისხზე და მასწავლებლის რა პასუხისმგებლობაზე უნდა ვილაპარაკოთ მე ვყავდა რამდენიმე საყვარელი მასწავლებელი საყვარელი ახლა იმდენია რომ გარეგულად მიყვარდა ის როგორაც გაკვეთილს ატარებდა აი სულ წიხლით გავეგდე და მთელი სკოლა შეტაროს დასულიყო და მაგათ პრინციპი ეს ხანდახან შეიძლება ასე მოხდეს გარკვეულ შემთხვევებში მაგრამ ამას სტანდარტის დონეზე თქვენ ვერ აიღებთ იმიტომ რომ ეს არ ვარ და ეს არასდროს არ მოხდება ასე ეს ერთი ეხლა მეორე მომენტი რასაკვირველია დისციპლინის საკითხი ერთია მაგრამ დამოკიდებულების საკითხია მეორე მაგალითად მე-12 კლასელების პრობლემა არის პრობლემა რომელიც ხვირის და რომელიც ხვირის იმაზე რომ ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა წესრიგში არის მაგალითად მე გეტყვით ჩვენი სკოლის ამბავს პირველ დღეს ახალი სასწავლო წლისთვის მე ხვდები ხოლმე პირველ კლასელების მშობლებს და მე-12 კლასელების მშობლებს და ვისაც ვასწრებ კიდე იმათაც აი რომ შევხვდი მე-12 კლასელების მშობლებს ჩვენთან იყო დაახლოებით 70-ზე 76-მდე მე-12 კლასელი და აუხსენი რაზე იქნება იქ ლაპარაკი რას გავაკეთებთ ამ ბავშვებისთვის და ასე შემდეგ იქ დაისვა კითხვები თუ გაქვთ და პირველი კითხვა იყო ასეთი რა შეღავათები ექნება ჩვენ ბავშვებს რას ნიშნავს ეს შეღავათი ქვეყანამიცის ის რომ არ უნდა იაროს სკოლაში ან მოვა ერთი დღე გადმოგიგდებს ასე ამ ამბავს და დანარჩენი რეპეტიტორსა უნდა მივიდეს თქვა და ასე შემდეგ. როდესაც მე ვუთხარი რომ ასეთ შეღავათებს ჩვენი სკოლა არ ცნობს უკონისამდე ამინ აი მაშინ ერთი კვირა არ გასულა აქედან ერთი მესამედი ბავშვები გადავიდა სხვა სკოლაში. მაგრამ ეხლა უყურეთ ეს მეორე პრობლემა სულ სკოლაში გადადიან. არა სულში იყო შარშა სწორედ რაღაც ერთი ის იყო რა ქვია არხი გაიჭრა მაშინ. მაგრამ ეხლა გადადიან სხვა სკოლაში. მე სულ სვამ ამ ასაჭიროა მე გავგზავნე მინისტრს მაშინ ბატონ გიანოძე იყო წერილი და უთხარი რომ ეს არის პრობლემა რომელიც არის თავზარდამცემი პრობლემა რომ მე მრცხვენია რომ ასეთი პრობლემა არის საქართველოში. პირდაპირ უთხარი თუ აქ ჩვენთან ამ სკოლაში ვერ პოულობს ის ამ შეღავათს ვინ ვიქნები მე ეს შეღავათი რომ გავწია ვეკითხები სულყალას ყველა ტელემაყურებს ხო ვიქნები მე მათყუარა ასეთ შემთხვევაში ხელი რომ მოუწერო ატესტატს რომ ვისაც არ უვლია საერთოდ სკოლაში არა ეს ჩვენ ღირსებაზე დაბლადროს მე ამას არ გავაკეთებ მაგრამ როგორც ჩანს ვიღაც ამას აკეთებს და იმიტომ რომ მიდის იქა მე გავზარდე ეს ჩემი ბავშვი 11 წელი ისწავლა აქა და პირველი ტრიმესტრი პლუს ამ მე-12 კლასის ერთჩენიერ დღეს სკოლების შეფასება რომ დაიწყება სწორედ ამ რა ხარის სადლე ვინ არიან შენი კურსდამთავრებული მთელი ნაღები შეიძლება ვიღაცა მეცე მოხსნას და თქვენიც და მთელი შრომა თაობების ჩაიყაროს წყალში ეს არის მეორე მომენტი ეხლა მე ძალიან მოკლედ ხო და რატომ მიდიან ბატონო ხო იცი რატომ მიდიან და იმიტომ მიდიან რომ მათი პრობლემა არის ის რომ ისინი ვერ ხედავენ რომ სკოლა აძლევს განათლებას ამას ბევრი მხარი ვერ ვამტკიცებ აქა და ვისაც გნებავთ იმას დაგიმტკიცებ და როცა გაგიხარდებათ მაშინ
რომ დღევანდელი სკოლა არის აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ მისცეს ის განათლება, რაც საჭიროა დღევანდელი განსაკუთრებით უადვილესი გამოცდების ჩასაბარებლად. იმ გამოცდებს